შვიდობა ჩემო ქართველნო, საზღვარშიგნით და საზღვარგარეთ მაცხოვრებელნო. მე ვარ მაია ჯანაშია-სმიტი, ბევრი თქვენთაგანი მიცნობს ჩემი კოვიდის დროინდელი აქტიურობით ინტერნეტში, ჩემ YouTube გვერდზე, ასევე Facebook-ში. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ძალიან დიდი სინანული და ჩემი გულისწუხილი ეხლა ახალ, ასე ვთქვათ, პანდემიაზე, რომელიც არის საქართველოში უცხო ტომების შემოსახლების, მათი კანონიერი დასახლების და მათთვის მოქალაქეობის მინიჭების. ეს პანდემია კი არა, ეს ნამდვილად კატასტროფაა. როდესაც გლობალისტები საქმიანობენ და წერენ თავიანთთვის ხელსაყრელ სცენარს, ის ყოველთვის იგულისხმებს მასში ჩადებულია მრავალი აზრი და ეს აზრი არასდროს არ არის სასარგებლო იმ პატარა ნაციებისთვის და ასევე იმ სახელმწიფოებისთვის, რომლის ბატონობა, რომლის დატყვევება და რომლის გაპარტახებაც მათ სურთ. თქვენ ხედავთ, რომ მსოფლიოში ეს ტენდენცია შეიმჩნევა ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორც არის ინგლისი, როგორც არის საფრანგეთი და საერთოდ ევროპა. ამ ჩამოსახლებამ და მით უმეტეს მუსულმანური ტომების ჩამოსახლებამ ამ ქვეყნებში გვაჩვენა ის მაგალითი, რომ ეხლა არის დიდი სერიოზული დაპირისპირებები და ასევე ძალიან სერიოზულად იზღუდება კერძოდ მოსახლეობის, რომლებიც არიან აბორიგენული მოსახლეობა ამ ქვეყნების, მათი შემოწროვება. ინგლისის მასშტაბები და ევროპის მასშტაბები საქართველოს მასშტაბებთან არის ძალიან სხვანაირი შედარება, ხო? რადგან საქართველო არის პატარა ქვეყანა, ჩვენ ორი ომი უკვე გადავიტანეთ, დევნილები საქართველოში შიდა დევნილებით კი არ არიან დასახლებულები და ეხლა ეკონომიური სიდუხჭირის და გამო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი, ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქე გაედინება ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ ჩვენთვის საშიშროება, რომ ჩავიყლაპოთ და გავნადგურდეთ და აღარ იყოს ჩვენთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი ჩვენივე სამშობლო, ეს არის დღეს და ხვალ მოსალოდნელი. ევროპაში და ინგლისში ეს ამა რო გასტანა სადღაც 10 წელი, საქართველოში ეს იქნება მოსალოდნელი 1-2 წელიწადში. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ამ გლობალისტებს ჯერ ეს ერთხელ ძალიან და ნახეთ რას უშვებიან სკოტლანდიას, ხო ხედავთ თქვენ რა ხდება და ასევე ამერიკაშიც ამ 6 და 7 მილიონი არალეგალური ემიგრანტების შემოსახლებამაც მოიტანა დიდი დემოგრაფიული ცვლილება და ეს გლობალისტების მიერ არის ჩანაფიქრი, რომ შევიწროვდეს თვითონ კერძოდ მოსახლეობა, რომელიც ამ ქვეყანაში არის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, მორალური და ქრისტიანული წესჩვეულებები იყოს აღმოფხრილი და ასევე თქვენ მე გეტყვით, რომ აუცილებლად მოყვება ანტიდისკრიმინაციული ნაციონალური კანონი ამას, როდესაც თქვენ თვითონ კერძოდ ჩვენ მოსახლეობას საქართველოს აბორიგენულ მოსახლეობას არ ექნება იმდენი უფლებები, რამდენი უფლებებიც ექნება ჩამოსახლებულ ერებს. მით უმეტეს საქართველოში ხდება მუსულმანური უმრავლესობა ერების ჩამოსახლება. ეს კეთდება რატო? რა თქმა უნდა, სხვისი ხელით იყოს შევიწროვებული ის ქვეყნები, რომლებიც არიან მორალურად ძლიერები, რომლებიც არიან ქრისტიანულად ძლიერები და თქვენ თუ გადახედავთ სოფლიოში ანთებულ კერებს, ეს ხდება იმ პატარა ქვეყნებს, რომელსაც კიდე შერჩენიათ ქრისტიანული და მორალური ტრადიციები. ეს მათ ძალიან ხელს უშლით მუდმივ თავიანთ რომ გაატარონ თავიანთი კანონები, რა თქმა უნდა დეგრადაციის, რა თქმა უნდა ქრისტიანობის აღმოფხვრის და რა თქმა უნდა ეკონომიკური და მორალური ტყვეობის. აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდ განგაშის ზარს ჩამოვკრავ და მოუწოდებ, რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიას, თქვენი
თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეხლა, მამაოების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ამოიღოთ ხმა და მთავრობას მიმართოთ, რომ ეს შემოსახლების კანონი არის სრულიად დამღუპველი საქართველოსთვის. Რა თქმა უნდა, მიმართავ საქართველოს კანონიერ მთავრობას, რომელიც ეხა იძახის, რომ ძალიან ისეთ მხარეს დადგა, რომ ხალხის ინტერესებს იცავს. ხალხის ინტერესები არის ჩვენი ეთნიკურობის, ჩვენი ნაციონალური იდენტურობის, ჩვენი საქართველოს მორალობის და ქრისტიანობის შენარჩუნება. მეტი ჩვენ სახელმწიფოს ინტერესი არ გააჩნია, სახელმწიფოს არ გააჩნია ინტერესი, რომ გვეთქვას მულტინაციონალური ერი, საქართველოს არ გააჩნია ინტერესი, რომ ვიღაცა ტყუილ დემოკრატიულ ქვეყნებს ვეგონოთ ჩვენ არაქსენოფობები, ჩვენ სახელმწიფოში შეგვიძლია ვიყოთ ქსენოფობი, შეგვიძლია ვიყოთ ჰომოფობი, შეგვიძლია ვიყოთ აბორტების მოწინააღმდეგოები და უნდა ვიყოთ პროქრისტიანი და პროქართველი ერი. აქედან გამომდინარე ის ვიღაცა ლიბერალი კომენტატორები და მაგათი ბოტები, რომელიც ეხა შემოხტებიან და დამიწერენ, რომ მე თურმე ქსენოფობი ვარ, იგივე მეთოდებს იყენებენ ამერიკაში, თურმე ეს არის ანტისემიტიზმი, თუ ვინმე არ უჭერს მხარს ისრაელი, რომ ანადგურებს პალესტინას და ჰენოციდს ატარებს, ასევე საქართველოში, როდესაც მოხდება დაპირისპირებები ამ შემოსახლებული მუსლიმანებისა და ქართველებს შორის, მაშინაც დაგვარქმევენ ანტისემიტებს და ქსენოფობებს, აქედან გეუბნებით ძალიან გაფრთხილდით, ძალიან მალე გვიან იქნება. აქედან გამომდინარე ჩამოუკრათ განგაშის ზარი, შემოუკრათ მთავრობას ჩვენი შეძახილებით, თუ არის სასატარებელი რეფერენდუმი, სასწრაფოდ ჩავატაროთ რეფერენდუმი და ასევე სასულიერო მხარემ და საქართველოს ეკლესიამ უნდა ამოიღოს ხმა და მათაც ჩამოკრან განგაშის ზარი. ჩემი დიდი სიყვარული და კიდე ის კომენტარები, რომლებიც იქნება, რომ მე უკვე ამდენი ხანია ამერიკაში ვცხოვრობ და რა მესახლება საქართველოზე, მე ამერიკაში ვცხოვრობ ჩემი ოჯახური მდგომარეობის და გამო, მაგრამ ჩემ სახელს მაია ჯანაშიას და ჩემ ქართველობას და ჩემ ქრისტიანობას და ჩემ საქართველოს სიყვარულს ნამდვილად არასდროს ერთი დღითაც არ დავთმობ და თუ საჭირო იქნება თავს დავდებ ჩემი საქართველოს მორალური, სულიერი და ეთნიკური სტანდარტებისთვის. ყველას ჩემგან დიდი სიყვარული და ეს იყო ჩემი შეძახილი.